მოგეხსენებათ, რომ დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომ ფაქტიურად თავიდან უნდა ვასწავლოთ ცხოვრება იმ ოჯახს და მგონია, რომ ზოგჯერ მამებს მეტი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ დედაც უნდა დაამშვიდონ, ბავშვიც უნდა დაამშვიდონ და მოკლედ ისეთი მშობლებიც, ისეთი მამები, რომლებიც დედაზე უფრო აქტიურადაც არიან ჩართული. მამებს აქვს ცოტა ესეთი მომენტი, რომ უფრო ეცოდებათ ხოლმე ბავშვები. აი, შოკოლადის უყვართ ახლა ბავშვებს, ვიცით ეს, გვინდა არ გვინდა უყვართ და რამე ალტერნატივა შეიძლება მოვიფიქროთ, არ ვიცი. სქესობრივი მომწიფების ასაკმაც დაიწია. ეს ფიზიოლოგიურია, რა ფაქტორებმა გამოიწვია, გარე ფაქტორები თუ შეიძლება იყოს ამაში ხელი შემწყობა. მიზეზის თქმა შეიძლება უფრო მეტად რა იწვევს, მემკვიდრეობით. იცით რა, ტიპი 1 დიაბეტის სიმპტომებიც რო გითხრათ. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომებია ამ დროს, ხო? რას შევატყობთ ბავშვი იმ დროს, როდესაც უკვე მანიფესტირებული, ანუ გამოაშკარავებული ხდება ეს დიაბეტი. იქამდე თუ დიაბეტი ოჯახში არავის გქონია, არც მე დამემართება? და თუ ოჯახში დიაბეტი ჰქონდათ, მეც აუცილებლად აღმოვიდეთ. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის გარუჯვა არ შეიძლება ის რწილო ახსენეთ. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი თუ საშიშიც აღმოჩნდა თურმე რაც არ არის? რაც შეეხება იმ ტიპი 2 დიაბეტს, ტიპი 2 დიაბეტს, რომელსაც ესე შეძენილს ეძახიან, ხო? იქ მექანიზმი ცოტა სხვა არის, იქ არ არის ინსულინის დეფიციტი, ის არის მეტიწილი სწორედ სიმსუქნის ფონზე გამოწვეული. პრევენციის მიზნით რა შეიძლება გავაკეთოთ მშობლებმა და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალს მიხედვა სჭირდება. მადლობა თქვენ, რომ ესეთი გადაცემები აუცილებელია, მე მგონი. დიდი მადლობა. განსაკუთრებით მამებისთვის. ძალიან ვთქვით, რომ ბევრმა მამამ ნახოს ეს ყველაფერი.